დღეს ირანში ისევ კარგი რაღაცები დაიწყო. ვიღაცების მკვლელობები და სახში აფეთქებები, რეჟიმის წარმომადგენლების რა თქმა უნდა და რეჟიმის იარაღების საწყობების აფეთქებები. სხვადასხვა ადგილებში ერთდროულად კოხტად და ლამაზად. გულშემატკივრობთ ირანს და ამასობაში ჩვენი ბოროტება, ის ბოროტებები, რაც საქართველოში ხდება, არ გვავიწყდება და ვაფიქსირებთ. იმდენად ბევრი ბოროტება ხდება ერთდროულად, რომ ყველას დაფიქსირება შეუძლებელია. მაგრამ მე თვალს ვადებნებ იმას, რაც ჩემთვის არის მთავარი, როგორც დეოკუპატორისთვის, მე საქართველოს მთლიანობაზე ვარ ორიენტირებული და პასუხისგებლობა მაქვს ჩემ თავზე აღებული. და აი ამ პროცესს, რაც საქართველოს გამთლიანებას, დეოკუპაციას ხელს უშლის დღეს, შეუშლის მომავალში ან შეუშლია წარსულში, აი ამაზე მე ვარ მაქსიმალურად ყურადღება მიპყრობილი. და ჯერ მხოლოდ იმის გაკეთება შემიძლია, რომ ესეთი ფაქტები დავაფიქსირო, იმისთვის, რომ როდესაც ჩვენ გვექნება თავისუფალი სასამართლო და ქართული სახელმწიფო აღდგება, რუსულ რეჟიმს რომ მოვიშორებთ, მაშინ მე ყველა ამ ფაქტებით იმ სასამართლოში ყველა ამ ხალხს ვუჩივლებ, დავასწრებ ლუსტრაციის კანონს, ან შეიძლება ვერ, მოკლედ წინასწარ არ ვიცით ახლა ლუსტრაციის კანონი უფრო სწრაფად მოხდება თუ რა უფრო სწრაფად მოხდება, მაგრამ ლუსტრაციის კანონამდე მე მიზანში მაქვს ამოღებული ადამიანების ჯგუფები, მათზე ვაგროვებ ინფორმაციას, რომ მე ვუჩივლო. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი არის სამწუხაროდ გერმანიიდან დაფინანსებული ბერგჰოფის ფონდი. საკმაოდ ბევრი მაქვს შეგროვილი მათზე მასალა და თუ არა ყველა ის ვინც ამ NGO-ში ლექციებს და ვებინარებს კითხულობს, თუ ყველა არა, იქ მთავარი ქალი და დირექტორი ვინც არის, რუსიკო მარშანია, აუცილებლად იქნება ციხეში. ისეთ რაღაცები აქვს გაკეთებული, ნალაპარაკები და ნაწერი და ისეთი საქმიანობა აქვს სტუდენტებში გაწეული დღემდე, მე მგონი თუმცა ძალიან დიდი ხანია მათი აქტივობები არ შემჩნევია და ერთი უნდა მოვიკითხო ხო არ დაიხურენ საერთოდ, მაგრამ არაუშავს დაიხურენ თუ არა, რაც გაკეთებული აქვს ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ მარშანია ციხეში იჯდეს. ახლა გადავიდეთ ირაკლი ბუკიაზე, რომელიც მამაძაღლობებს აკეთებს, იგივე მამაძაღლობებს, რომელსაც რუსეთი აკეთებდა აფხაზეთში, სადაც ხელოვნურად ფორმირებდა, ცდილობდა ჩამოეყალიბებინა ეგრეთ წოდებული აფხაზური სეპარატიზმი, მაგრამ ვერა და ვერ ჩამოაყალიბა, ერთი საუკუნე აყალიბებდა და ვერ ჩამოაყალიბა, საბოლოოდ მაინც თვითონ რუსეთს მოუწია ომის დაწყება. და ეს ომი დაიწყო არა იმ ჯგუფით, რომელსაც სეპარატისტები დაარქვა და რომლისგანაც ცდილობდა, რომ ეს სეპარატისტები გამოეჩეკა, იმ ჯგუფით ვერ დაიწყო ომი. დაიწყო კიტოვანის ხელით. და ახლა მსგავს და იგივე აბსოლუტურად ერთ-ერთი საქმიანობა სამეგრელოში ეწევა ირაკლი ბუკია და ძმანნი და დანენი მისი. მე ანისთან რომ ვლაპარაკობდი წინა ვიდეოში, სადაც მე და ანი ვსაუბრობთ ლუსტრაციის კანონზე, როცა ვლაპარაკობდით. და რო ვკითხე, არსებობენ დღეს ადამიანები, რომლებიც იგივეს აკეთებენ, რაც მე-20 საუკუნეში აფხაზეთში აკეთა რუსეთმა, ესენი ხო ამათ მიმართ როგორი უნდა იყოს საერთოდ ლუსტრაციის კანონი, მაგრამ თვითონ ირაკლი ბუკია უბრალოდ ლუსტრირებული კი არ იქნება, ირაკლი ბუკია ციხეში უნდა იჯდეს და ნელ-ნელა ირაკლი ბუკიაზეც უკვე საკმარისი რაღაცაები დაგროვდა საკუთარი პირით
მისი პირით ნათქვამი. შესაძლოა მარშანია, რუსიკო მარშანია, თუმცა შეიძლება გაიქცეს. აი ირაკლი ბუკია რო გაიქცევა რუსეთში, ამაში ძალიან დარწმუნებული ვარ და შეიძლება ვერც მოვასწროთ მისი ლუსტრირება ან გასამართლება. ყოველ შემთხვევაში დაუსწრებლად გამართლდება და მერე ჩამოსვლის საშუალება არ ექნება არასდროს საქართველოში, იმიტომ რომ დაჭერილი იქნება. და დღევანდელი ჯერ მე მგონი არ არის დადებული, თუმცა და მაგის ყურებას მე არ ვაპირებ. საკმარისია ვნახოთ ანონსი. ანონსაც ბოლომდე არ გაყურებინებთ, იმიტომ რომ საზისღარი ამაზრზენი გულის ამრევია, უბრალოდ რწყევა. 2 წუთი და 45 წამია უდევს თავის Facebook-ზე. ლაპარაკობს იაგანოვთან. ეს იაგანოვი არის ჩერქეზი, რომელმაც იომა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იომა ძალიან ვაჟკაცურად, ანუ ბევრი ქართველი ყავს მოკლული და საოკუპაციო რეჟიმისთვის აფხაზეთში გმირია. ამ იაგანოვს რაღაც მომენტში ტვინი გადაუტრიალდა მოკლედ. ალბათ იმ მომენტში, როდესაც მიშამ აღიარა ჩერქეზების გენოციდი. ერთადერთი ქვეყანა ვართ საქართველო, ვინც ჩერქეზების გენოციდი ვაღიარეთ და ამის მერე ძალიან აჩუხანებს ახლა ვითომ აჩუხანებს აფხაზეთს, ესეც ცოტა აფერისტულია, რომ თქვენ არასწორები იყავით, რომ იომეთო და საქართველოსთან არ უნდა გეომათო. ანუ თვითონ თავის თავზე ამბობს თუ არა რომ მე რადებილობა ვაკეთე და რატო ჩავერიე და რა მინდოდა და ვინმე კითხებოდა ასეთი რაღაცა მოსმენილი მისგან არა მაქვს, მაგრამ მოსმენილი მაქვს შენიშვნებს რომ აძლევს ჩვენს ოკუპირებულ მოსახლეობას. ბუკიას რატომღაც მოუნდა მასთან ლაპარაკი, ილაპარაკეს მე მგონი მე როგორც მივხვდი, იმიტომ რომ ყურმოყრით პირველი 1 წუთით კი არა, რამოდენიმე წამი საკმარისია იმისთვის, რასაც მე ვამბობ ბუკიას გასამართლებისთვის და მე უკვე მოსმენად ზედმეტია. ჯერ შევხედოთ მე კომპიუტერი ჯერ კიდევ არ მაქვს, თორე ამას ყველაფერს როგორც ვიღებდი ხოლმე რომ კომპიუტერის ეკრანზე გაჩვენებდით YouTube-ზე ან Facebook-ზე რის ჩვენებაც მინდოდა, იმის საშუალება ხარ, მაგალითად ეს მეორე ტელეფონით გაჩვენებთ. აგერ აფრიალებს ოკუპირებული ოკუპაციის რეჟიმის დროშას თავის ეკრანზე. ესენი ვინები არიან არ ვიცი, ეს არის ის იაგანოვი, ეს არის ბუკია. Хасенбеч, это мигрел. Слушай, Хасенбеч, тебя мигрелы оккупировали. Здесь абхазов даже нету, я тебя удивить хочу. Тебя дурят. Слушай, Хасенбеч, тебя мигрелы оккупировали. Здесь абхазов даже нету, я тебя удивить хочу. Тебя дурят. Хасенбеч, это мигрелы, не грузины. Подожди, ты что, меня считаешь мальчиком? Я здесь разговариваю сегодня с мигрелами. Потому что с ними можно разговаривать, а с вами невозможно почему-то. ეს მე მგონი იყო ხმა იმ ადამიანის, ვინც იმ აფხაზური დროშის უკან არის, ანუ არ ერთვება ალბათ რაღაცის ეშინია, თუმცა ვისაც სინამდვილეში ეშინია აი ასეთი პირდაპირ ეთერების ჩატარების იყო ასეთი შემთხვევა. მოყოლილი მაქვს მე ამ შემთხვევაზე ეს შესახებ. ჩემი მეგობარი იყო ის ბიჭი, შეიძლება ასე ჩაითვალოს, რომელიც მე სოხუმის ცენტრში მოკლეს. იჯდა ციხეში იმის გამო, რომ მოკლა გრუს გენერალი. 4 იყვნენ. და წამებით უბრალოდ კი არ მოკლეს, წამებით მოყოლილი მაქვს ეს ვიდეო, ეს ერთ-ერთ ვიდეოში მე ამოვიღებ და მივაბა მამის ქვეშ, ვისაც გაინტერესებთ, რომ მოусმინოთ, ვისაც არ გაქვთ ნანახი. გატაცებული ყავდათ, ჯერ არ იცოდნენ, როცა იტაცებდნენ, რომ გრუს გენერალი იყო,
რუსი ბიზნესმენი და მდიდარი ტიპი ეგონათ, მერე გაარკვიეს და თავიდან იმისთვის მოიტაცეს, რომ მისგან ფული გამოეწალათ, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ გრუზ გენერალია და ამ გენერალს უპოვეს ძალიან ბევრი ინფორმაცია და მასალა შეგროვებული მოსახლეობაზე, იმისთვის, რომ მერე ეს მოსახლეობა ემართა და კომპრომატები ქონოდა და რაღაცა, გადაწყვიტეს, რომ რა თქმა უნდა, არანაირი ფული მისგან არ ჭირდება და უნდა მოკლან. მოკლეს წამებით. ძალიან დიდი ხანი ის თვითონ და მისი საყვარელი ქალი, ვიღაცა საყვარელი ყავდა კიდე რუსი ჩამოყვანილი, დიდხანს აწამეს და მერე ჩაახშვეს ჭაში. ამის გამო იჯდა. გამოუშვეს ვადაზე ადრე 25 წელი ქონდა მისჯილი, გამოუშვეს 7 წელი თუ 13 წელიწადში 7 წელიწადში გამოუშვეს და გია ბარამიამ იყო ასეთი გია ბარამია ადრე ნაცების დროს აფხაზეთის დევნილების მთავრობა ხო გვაქვს ჩვენი იმ დევნილების მთავრობის რა ქვია თავმჯდომარეს პრეზიდენტები არ გვყავს იქ ავტონომიის რაღაცაები მოკლედ და ამ გიას მეგობარიც იყო ეს ბიჭი და ციხიდან რომ გამოვიდა, ეთყობა გიამ თხოვა, გია იმ პერიოდში 2019-ში ლელოში იყო. და გიამ თხოვა რომ გავაკეთოთო ტელემოსტ ხიდი. და ვილაპარაკოთო იმაზე თქვენ რას ფიქრობთო და რას გრძნობთო ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენაზე და ამ ბიჭს უნდა ელაპარაკა, კიდე ვიღაც ქალმა ელაპარაკა, ის ქალი არ ვიცი ვინ არის და ჩვენი მხრიდან ლაპარაკობდნენ გია და კვაკოსკირი როა ერთი ჩემი ესმა კვაკოსკირი აფხაზურის მასწავლებელია, მეც დავდიოდი მასთან აფხაზურს სწავლობდი უნივერსიტეტში. თესეუსში არის შიგნით ინსტიტუტი, აფხაზური ენის ინსტიტუტი. თესეუს ერთეულია. და რო ელაპარაკნენ, რა თქმა უნდა, არ ჩანდა ეს ადამიანი, ეს ჩემი მეგობარი და ხმაც იყო ისე შეცვლილი, რომ ხმაზეც არავის არ ეცნო. და ადამიანმა ისეთი რაღაც გააკეთა, ანუ შიშარა არ არის. გრუზ გენერალს რომ მოკლავ, არ ახარ შიშარა. და იმდენად იცოდა რომ აი ახლა პირდაპირ ეთერში და Facebook-ზე არ შეუძლია გამოსვლა და თავისი აზრის გამოთქმა, რომ ანუ გრუზ გენერალის მოკლა უფრო ნაკლები დანაშაულია, ვიდრე Facebook-ზე ვიღაც ქართველებს ელაპარაკო რაღაც პოლიტიკურ საკითხებზე. ამიტომ დათანხმდა ძალიან დიდი ხვეწნების და მუდარების შემდეგ და თანხმა შეუცვალეს ძალიან. მაგრამ მიუხედავად შეცვლილი ხმისა, ვიღაცებმა იცნეს მივიდნენ მასთან სახლში და წააშლევინეთ, თორე ციხეში შეგაბრუნებთო. მერე თხოვა მან გიას და გიამ წაშალა. და როდესაც აი ვიღაცა ახლა ბუკიას ერთვება და თავისი ხმით ლაპარაკობს და ამბობს იქ რომ შენ აქ მეგრელებთან ზიხარო და რაღაცაო და არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობს, თავისი ხმით რო ლაპარაკობს, ეს უკვე აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ასრულებს იქაური SGB-ს, ანუ FSB-ს განყოფილების დავალებას. SGB-ს გარეშე ასეთი რაღაცები აფხაზეთში გამორიცხული. აფხაზეთში გამორიცხულია, რომ SGB-ს დავალების გარეშე პოსტი დაწერო Facebook-ზე. ან დაალაიქო Facebook-ზე რამე. გამორიცხულია, აბსოლუტურად გამორიცხულია. ის კი არა ბოლო წლებში რო ჩავდიოდი უკვე, ვინც დამელაპარაკებოდა ქუჩაში, აი რო გავივლიდი, თავიდან სანამ წიგნს დავწერდი, ბევრად უფრო თამამად იყო ჩემთან ხალხი, ვიღაცებთან სტუმრად დავდიოდი, ოჯახში მპატიჟებდნენ და ამბობდნენ, რომ ეს გოგო ჩემთან ჩამოვიდა სტუმრად, რაღაცა ესეთი იმის თქმის თავისუფლებას აძლევდნენ თავს, მაგრამ წიგნი რო დავწერე იმის მერე, საერთოდ მე ვინმე თუ დამელაპარაკებოდა და გამომელაპარაკებოდა ქუჩაში, იმასთან საღამოს აუცილებლად მივიდოდა SGB.
ანუ აქამდე იყო მისული, ეს ჯერ კიდე 21 წლის ამბებს გეუბნებით, როცა უკრაინის ომი არ იყო დაწყებული და ომის მერე ხო საერთოდ ანუ ძალიან გამკაცრდა ყველაფერი და როდესაც ვიღაცა ოკუპაციიდან ელაპარაკება ბუკიას, ეს დავალებულია და ესგებეს დავალებას ასრულებს. ამას წყალი არ გაუვა. და ახლა ბუკიაც რო ფსბ-ს დავალებას ასრულებს, ამაში არავის არ გვეპარება ეჭვი. იმას რომ ლაპარაკობს რომ მიდუთ მიგრიელი საბრალისო, ანუ ამასაც ხაზს უსვამს ქართველებს კი არ ელაპარაკება და საქართველოზე კი არ ელაპარაკება მიგრიელის საბრალის და მეგრელებთან საქმის დალაგება შესაძლებელია და ახლა მოვუსმინოთ რითი დაიწყო საუბარი Ты что, меня считаешь букиям. Мальчиком? Я здесь разговариваю сегодня с мингрелами. Потому что с ними можно разговаривать, а с вами невозможно почему-то. Я представлю вас нашему зрителю. Значит, участник грузинско-абхазской войны, герой... Უკვე ნებისმიერი ადამიანი მით უმეტეს, როდესაც ესეთ ფორმატში რაღაცას ლაპარაკობს და ამბობს, ხმარობს ტერმინს გრუზინა-აბხაზკая ვაინა, კრემლის პროპაგანდისტია. იმიტომ რომ ომი იყო რუსეთის და რუსეთია ოკუპანტი. რუსეთმა დაიწყო ეს ომი, რუსეთმა იომა, რუსეთის ჯარი დგას ახლა აფხაზეთში. ნებისმიერი ადამიანი, ვინც იტყვის ქართულ აფხაზურ ომიო, ემსახურება, ეს ძალიან ხშირად ენჯოებს არ ეშლებათ, ენჯოები ხმარობენ ამას დასავლური ენჯოები. კიდე კაი რომ ყველა დაიხურა და არავის არ აფინანსებენ, ამ ტერმინს ხმარობდნენ ისინიც. იმიტომ რომ კონფლიქტოლოგიაში ასე ვისწავლეთო და კონფლიქტოლოგიაში ასე გვასწავლესო და ვერ ვათქმევინე ვერც ერთ რუსული ომი. მაგრამ ახლა იმაზე უარეს სიტყვის, როცა გააგრძელებს, ვიდრე აქამდე თქვა. Общественный деятель и лидер черкесского движения. С вами невозможно почему-то. Я представлю вас нашему зрителю. Значит, участник грузинско-абхазской войны, герой Абхазии, общественный деятель и лидер черкесского движения за независимость. Герой Абхазии. Мадლობა ირაკლი. Герой Абхазии რას ნიშნავს? ასე რატო უნდა თქვა? თუ არ ახარ რუსის პროპაგანდონი და კრემლის მსახური. ახლა ჩვენ მოვусმინეთ რაღაცა პირველ 30 თუ 40 წამს. ვისაც გაქვთ სურვილი ამ საზიზღრობას, რწყევას და გულისრევას მოусმინოთ, გააგრძელოთ მოსმენა, გააგრძელეთ. მე აქ არ მჭირდება მეტი მოსმენა, ახლა ვილაპარაკებ იმაზე, ეს რას ნიშნავს. მე ამ ვიდეოს რა თქმა უნდა შევინახავ, როგორც შევინახე რუსიკო მარშანიას საუბრები აბაზა ტევეზე და რის გამოც მე მას ვუჩვენებ სასამართლოში. ირაკლი, როდესაც რას ნიშნავს გეროი აფხაზიი? აფხაზია რა არის? გეროი ვინ უწოდა? და როდესაც ეს უწოდა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა, შენ რატო იმეორებ? ვინ ხარ შენ, როდესაც ამას იმეორებ? ხარ რუსის პროპაგანდონი. ეს იაგანოვი იმის მერე, რაც ჩვენ მიშას დროს ვაღიარეთ ჩერქეზების გენოციდი, გახდა მიშისტი. შესაძლებელია, რომ მე მაგალითად როდისმე მომსვლოდა აზრი, რომ ამ იაგანოვთან მელაპარაკა, მაგალითად, მაგრამ ვილაპარაკებდი მხოლოდ იმისთვის, რომ სახეში ვუთხრა რამდენად გამოსირებული ღლეა, იმისთვის, რაც გააკეთა და არასდროს არ ვიტყოდი, არასდროს არ წარვადგენდი მას ისე, როგორც ახლა ირაკლიმ წარადგინა, მე წარვადგენდი ასე. გაულაიტერ
России, коллаборант России, наемный боевик, человек, воюющий против территориальной целостности Грузии, воевавший с особой жестокостью, и когда-нибудь мы расследуем в суде, какое количество грузин он в этой войне убил. Это была не просто война, это было с его стороны военное преступление, потому что он наемник. Он не воевал ни за свою родину, ни за что-то, не знаю, во что он там верит. Он вроде бы как называет себя активистом по освобождению Черкесии и ее возрождению в ее исторических территориях. Причем к этому всему Абхазия моя, я не знаю, не понимаю. Следовательно, он военный преступник, наемник Кремля, воевавший против целостности Грузии. А я сецаруадгенди. Тара герой Абхазии. А я герой Абхазиისთვის. და შემდეგ მე მთელი ვიდეოში რასაც ილაპარაკებს, უკვე სპეციალისტები მოусმენენ, სასამართლო მოისმენს და ირაკლი აუცილებლად იქნება დასწრებულად ან დაუსწრებლად სასამართლოში გასამართლებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ღალატისთვის. მადლობა რომ ასეთ დებილობებს აკეთებს თვითონ და მასალის ცეთი მოგროვების საშუალებას მაძლევს, იმიტომ რომ ანისა რა ვლაპარაკობდი იმაზე, რომ ეს გამოსაძიებელი იქნება, არის თუ იყო თუ არა ჩარიცხები რა თქმა უნდა იქნება, დუგინის ხაზს რო აზიან რა თქმა უნდა ვიცით, ყველაფერს რაც ლაპარაკობენ ჭავჭავაძეზე რაღაცაზე სამეგრელოს და საქართველოს ვითომ კონფლიქტებზე და ჩვენი ერისთავების მოკლედ ეს ყველაფერი დუგინის საიტიდან აქვს აღებული და ამაზეც მაქვს უკვე მე ვიდეო გადაღებული ეს დუგინს რო უდევს თავის საიტებზე და იმის სიტყვით რო იმეორებენ ესეც უკვე ნაჩვენები მაქვს თქვენთვის და ახლა ამას კიდე ეს დაემატა რომ გაულაეტერს და კოლაბორანტს რუსეთის ნუ ისეთივეს რაც თვითონ არის ეძახის გეროი აფხაზეთი აღიარა ბჭმა მომავალ შეხვედრამდე ვუგულ შემატკივროთ ირანს. ნელ-ნელა დივერსიული პროცესები დაიწყო და სავარაუდოდ ჯერ ასე ნელ-ნელა შპიონური და რაღაცა რაღაცა ქსელებით ააფეთქებენ მაქსიმალურად ყველაფრის აფეთქებას, რისი აფეთქებაც შეუძლიათ. მაქსიმალურად მოამზადებენ ნიადაგს, მერე დაარტყამს ზემოდან ამერიკამ. და ირანის ხალხი გათავისუფლდება 47 თუ 8 წლიანი მონობისგან და თვითონ მე თუსიტივი რო ასეთი ირანელი ბიჭი რომელიც ინგლისში ცხოვრობს ლონდონში და იქიდან ახმოვანებს ირანის ამბებს მამა ირანში ყავს თვითონ და დედა ლონდონში არიან დევნილია პოლიტიკური რა თქმა უნდა ის ამ რეჟიმს ოკუპაციას ეძახის და საერთოდ ისლამურ სამყაროს და არაბულ სამყაროს უწოდებს ნონსენს და ოკუპაციურ რეჟიმს, რომ ამ რაღაცა ქმნილებას და ამ იდეოლოგიას და ამ რელიგიას ირანის ხალხთან არანაირი საერთო არ აქვსო. ამათმა ჩვენ ოკუპაცია მოახდინოსო ჩვენი. თუ როდის მე ირანი გარდა იმისა, რომ აიათოლებისგან განთავისუფლდება ოფიციალურ რელიგიად შეწყვეტს ისლამის ცნობას, ესეც ძალიან მაგარი იქნება და ძალიან გამიხარდება. ამისთვის ალბათ საკმაოდ სოლიდური დრო დაჭირდებათ და საერთოდ მათი რელიგია ამ ისლამის დაპყრობამდე მაზდიანობა იყო. მე მაზდიანობა ბევრად უფრო მომწონს ვიდრე ისლამი. გაუმარჯოს ირანის ხალხს, ვუგულ შემატკივრობთ და მათ მერე ჩვენი რიგიც დადგება და ის დროც მოვა, როდესაც ბუკიას და მარშანიას მე ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო სასამართლოში ვუჩივლებ. მხოლოდ ლუსტრაციის კანონს მათ თავზე არ ვიკმარებ. ვუჩივლებ და გავასამართლებ.